ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უახლესი მონაცემებით მიმდინარე ფისკალური წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ქვეყანა კვირაში საშუალოდ 43.5 მილიარდი დოლარის წესხს იღებდა, რათა ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ხარჯები დაეფარა. მხოლოდ ვალის პროცენტის გადასახდელად საჭირო თანხა 2026 წელს ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკა უფრო მეტს დახარჯავს ვალის პროცენტზე, ვიდრე თავდაცვის მთლიან ბიუჯეტზე ან ჯანდაცვის პროგრამაზე. ეკონომისტები ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ ვალის ასეთი ტემპით დაგროვება ბიუჯეტზე სერიოზულ წნეხს ახდენს და თუ ხარჯვის პოლიტიკა არ შეიცვლება 2026 წელი ფისკალური მდგრადობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იქნება ამერიკის ისტორიაში. ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ბაზარზე ინვესტორები ამერიკული ფასიანი ქაღალდების შეძენის სანაცვლოდ უფრო მაღალ პროცენტულ სარგებელს ითხოვენ, რადგან ისინი ობლიგაციების მიწოდების უპრეცედენტო ზრდას ხედავენ. ეს კი თავის მხრივ ისევ ზრდის მთავრობის მიერ ახალი ვალის აღების ღირებულებას. ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად დასაქმების მაჩვენებელი 130,000-ით გაიზარდა, რაც საგრძნობლად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 105,000. სამავდროულად უმუშევრობის დონე ქვეყანაში 4.3%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაო ბაზარი მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. საინტერესოა, რომ საშუალო საათობრივი ანაზღაურება წლიურად 4.1%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ აღემატება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მწყიდველობითი უნარი ნელ-ნელა აღდგენას იწყებს, თუმცა ფედერალური რეზერვისთვის ეს შესაძლოა ინფლაციური წნეხის გაგრძელების სიგნალი იყოს და ის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შესანარჩუნებელ არგუმენტად გამოიყენოს. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის დონის კლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ექსპერტთა ნაწილი რეცესიის რისკებზე და AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის პრობლემაზე მიუთითებს. სწრაფი კვების გიგანტის მაკდონალდსის შემოსავლებმა 2025 წლის მეოთხე კვარტალში 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 10%-იანი ზრდაა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 3.12 დოლარი შეადგინა, რაც მოლოდინზე 2.2%-ით მეტია. რაც შეეხება წმინდა მოგებას, ეს მაჩვენებელი მეოთხე კვარტალში 2.2 მილიარდს შეადგენს, რაც 7%-ით არის გაზრდილი. გლობალურად მაკდონალდსის სისტემურმა გაყიდვებმა 2025 წელს თითქმის 140 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე დააფიქსირა რეკორდული აქტივობა ციფრულ პლატფორმებზე, კერძოდ ლოიალობის პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა. ამ წარმატების ფონზე კომპანია 2026 წელს რესტორნების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და მიზნად 2006-ას ახალი ობიექტის გახსნას ისახავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის კრის კემპჩინსკის განცხადებით, ბაზრის წილის გაფართოებაში გადამწყვეტი როლი Mac Value პროგრამამ ითამაშა. მეტა ინდიანას შტატში ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობას იწყებს. პროექტში კომპანია 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. როგორც მეტაში განმარტავენ, ახალი ცენტრი აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველსაყოფად. ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვები 2025 წელს შედეგებით 25.6%-ით გაიზარდა და 791.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის გამოქვეყნებულ მონაცემებში, მათ შორის მეოთხე კვარტალში მიწოდების მოცულობამ 236.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 27.1%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მესამე კვარტალთან შედარებით ზრდამ 13.6% შეადგინა. დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა და 78.88 მილიარდ დოლარს მიაღწია. SIA-ში პროგნოზირებენ, რომ წელს ჩიპების გლობალური გაყიდვები 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჩიპების გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 30.5%-ით გაიზარდა. ჩინეთში 17.3%-ით, ევროპაში 6.3%-ით, აზია წყნარი ოკეანის რეგიონსა და სხვა რეგიონებში 45%-ით. ამასთან იაპონიაში გაყიდვები 4.7%-ით შემცირდა. ცნობისათვის SIA აერთიანებს ამერიკის ნახევარგამტარების ინდუსტრიის წარმომადგენელთა დაახლოებით 99%-ს და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებლების დაახლოებით 66%-ს. სირის ფუნდამენტური განახლება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას გულისხმობს, კიდევ ერთხელ გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მომხმარებლებს 2026 წლის დასაწყისისთვის სრულიად ახალ უფრო გონიერ და AI-ზე ადაპტირებულ ასისტენტს პირდებოდა, უახლესი ცნობებით პროცესი ისევ შეფერხდა და ფუნქციების დიდი ნაწილი წლის ბოლომდე ვერ იქნება ხელმისაწვდომი. პორტუგალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პროექტს, რომელიც 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ეხება. კერძოდ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ არასრულწლოვნებს საკუთარ მედია პლატფორმებზე შესვლა მშობლების თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. 148 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიღებული კანონ პროექტი მიზნად მოზარდების სოციალური ქსელებიდან მომავალი საფრთხეებისგან, კიბერბულინგისა და ონლაინ თაღლითებისა თუ პედოფილებისგან დაცვას ისახავს. არსებული ინფორმაციით კანონის აღსასრულებლად პორტუგალია გამოიყენებს ადგილობრივად შექმნილ ციფრული ტელეფონების
მანქონების გასაღების სისტემას, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სოც-ანგარიშებზე მოზარდების შეშვებისთვის მშობლების დასტურის მიღებას. აღსანიშნავია, რომ დამატებითი უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობა გასართობი პლატფორმების შემქმნელ საერთაშორისო ტექ გიგანტებს Meta-ს, ByteDance და Alphabet-ს ავალდებულებს, რომ ვერიფიკაციის თავისი სისტემა ჩააშენონ, რათა ადგილობრივი სისტემისგან გვერდისავლის შემთხვევაშიც კი მოზარდებს სოც-ქსელებზე წვდომა არ ჰქონდეთ. თუ აღნიშნული კომპანიები მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მათ ჯარიმის სახით გლობალური შემოსავლების 2%-ის გადახდა მოუწევთ. ცნობისათვის მოზარდებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე აქტიურად მუშაობენ საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში და ევროპის სხვა არაერთ სახელმწიფოში. აქვე უნდა ითქვას, რომ რეგულაციების დაწესების მხრივ მსოფლიოში პირველი ქვეყანა ავსტრალია იყო, სადაც კანონი ძალაში 2025 წლის ბოლოს შევიდა და მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ არაერთი ქვეყანა შთააგონა. ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტები და ბორტგამცილებლები ერთდღიან გაფიცვას აწყობენ. დღეს ავიაკომპანიის ფრენების უმეტესობა არ ხორციელდება. გერმანიის აეროპორტების ასოციაციის განცხადებით გაუქმებულია 460-ზე მეტი რეისი, რის შედეგადაც 70,000-მდე მგზავრი დაზარალდა. პილოტები დამსაქმებლისგან საპენსიო ფონდში შენატანის ზრდას მოითხოვენ. ბორტგამცილებლების პროფკავშირი კი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის მიერ ფრენების შემცირებასა და ბორტგამცილებლის სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით დამსაქმებლის მიერ მოლაპარაკებებზე უარს აპროტესტებს. Business Research კომპანიის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით 2029 წლისთვის ჩარტერული საჰაერო გადაყვანების როლი გლობალურ ავიაციაში საგრძნობლად გაიზრდება და მთლიანი ბაზრის დაახლოებით 10%-ში ადგენს. პროგნოზის თანახმად ჩარტერული ტრანსპორტირების გლობალური ბაზრის მოცულობა 138 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც ხაზს უსვამს მოგზაურთა მზარდ მოთხოვნას მოქნილობასა და პერსონალიზებულ სერვისებზე.